როგორც ქალთა სპორტულ სახეობებში ტრანსგენდერების ჩატენვას ვერ ეშვებიან ფსევდოლიბერასტები, ისე ვერ ეშვებიან მცირეწლოვანი ბავშვების გარყნა მოწამვლის მცდელობას. არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, ანუ Deep State-ს განსაკუთრებით დიდი ინტერესი აქვს მცირეწლოვანი ბავშვების, ანუ მომავალი თაობის მიმართ. სქესწაშლილი, რწმენა დაკარგული და ეროვნება დავიწყებული მანქურთების საზოგადოების შექმნა შედეგიანი მაშინ იქნება, თუ ამ სხეულ დასახიჩრებული მუტანტების საზოგადოების შექმნა ბაღის ასაკის ბავშვებიდან დაიწყება. 3-4 წლის ბავშვის ტვინის მოწამვლა გაცილებით იოლია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის გადაგვარება. ბავშვობიდანვე დეფორმირებული აზროვნების გამოსწორება და გასუფთავება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მომავალში. ამიტომაცაა Deep State-ის გავლენები განსაკუთრებით ძლიერი განათლების სისტემაში. პირველ რიგში ბაგა-ბაღები აქვს ამ მიზნეში ამოღებული. LGBT ორგანიზაციები და ტრანსგენდერული ფონდები თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში აქტიურად არიან ჩართულნი ბაღებისა და სკოლებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის შექმნაში. ამ პროგრამების მთავარი მიზანი ბავშვებისთვის იმის დაჯერებაა, რომ არსებობს უამრავი სქესი და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. დედა და მამა უკვე მოძველებული წარსულის ტერმინებია. დღეს პროგრესის ეპოქაში არსებობს მშობელი ნომერი 1 და მშობელი ნომერი 2. ორივე მშობელი შეიძლება იყოს ქალი, ან კაცი, ან კიდევ რომელიღაცა სქესის. არ მოგწონს გოგოდ რომ დაიბადე, არა უშავს ოპერაციას გაიკეთებ და ბიჭი გახდები, ან პირიქით. მოკლედ მთავარია, რომ 3-4 წლის ბავშვის ტვინში ჩატენონ, რომ ყველაფერი ეს არის არა გარყვნილება, არამედ ნორმა, ანუ ბუნებრივი ნორმალური ცხოვრების წესი. როცა ბავშვი ამ ღირებულებებით იწყებს აზროვნებას, მისი გადაკეთება მომავალში ურთულესი საქმე იქნება. ვინმე რომ არ იფიქროს, რამეს ვაბუქებ და ვაზვიადებ, ამ გარყვნილი შიზოფრენიის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ კერძოდ კი გერმანულ მაგალითს გაგაცნობთ. მოკლედ, გერმანელ სოციალ-დემოკრატებს ბოლო 1 კვირა იმაზე მნიშვნელოვანი საქმე არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ახალი სკოლამდელი აღზრდის სასწავლო გეგმას ებრძვიან. ეს გეგმა მათი შეფასებით ზედმეტად კონსერვატიული ყოფილა, რომელსაც 2014 წელს დამტკიცებულ სასწავლო გეგმაში ყოვლად არალიბერასტული ელემენტები შეაქვს. გერმანელი სოცდეკები კატეგორიულად ითხოვენ, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში LGBT და გენდერული იდეოლოგია უნდა გაიზარდოს, ხოლო ქვიარ ცხოვრების წესი და გენდერული მრავალფეროვნება აქტიურად უნდა იყოს წახალისებული პატარა ბავშვებში. ამ ახალ სასწავლო გეგმაში კი არაფერია ნათქვამი ქვიარ ცხოვრების წესის და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო განათლების შესახებ. არ დაგავიწყდეთ, საუბარია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე, რომლებმაც გენდერულად მგრძნობიარე და LGBT ცხოვრების რეალობაზე აგებული განათლება უნდა მიიღონ. წარმოიდგინეთ, სასწავლო გეგმა ჯერ გამოქვეყნებულიც არაა, ფსევდოლიბერალი სოცდეკები კი უკვე ითხოვენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა საბავშვო ბაღებმა იდენტობის პოლიტიკა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დანერგონო. ანუ სახელმწიფო მანქანა პირდაპირ მოუწოდებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რაც შეიძლება მცირე ასაკიდან ჩაძირეთ ბავშვები LGBT გარყვნილების ჭაობშიო. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს მორალური და სულიერი წესრიგის გეგმა ზომიერი დემონტაჟი. გლობალური პროცესი, რომელიც უკვე არც კი ცდილობს თავისი ნამდვილი მიზნის დაფარვას. ადამიანის ჭეშმარიტი ბუნებიდან გადახვევა, ოჯახის ინსტიტუტის გატეხვა და მომავალი თაობების გონებრივი და ღირებულებითი სახის გადაგვარება. ეს ყველაფერი არ არის ერთჯერადი პოლიტიკური აქტი. ეს არის მრავალწლიანი სტრატეგია, რომელიც იგეგმება არა პარლამენტებში, არამედ დახურულ შეხვედრებზე, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს არა ხალხი, არამედ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ Deep State და საზოგადოების ნაცვლად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და მორალურ კურსს. ის მოქმედებს მედიის, განათლების, კულტურისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მეშვეობით, ვრცელდება ბავშვთა ფსიქიკაზე, ანგრევს სქესობრივ იდენტობას, აღვივებს რელატივიზმს და ნორმად აცხადებს იმას, რაც 1000 წლეულების განმავლობაში ცდომილებად და აშკარა გაუცხოებად მიიჩნეოდა.
ამ იდეოლოგიის ძირითადი სამიზნეა ბავშვი, როგორც ყველაზე ადვილად ფორმირებადი და კონტროლირებადი პიროვნება. სწორედ ამიტომ თანამედროვე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ანუ deep state-ის მართული დასავლური სახელმწიფოები სულ უფრო ხშირად ცდილობენ ბავშვის განცალკევებას ოჯახური გავლენისგან და მის მინდობას ისეთი სისტემისთვის, რომელიც განათლების სახელით ახორციელებს იდეოლოგიურ ზეწოლას. მშობელი თანდათან კარგავს არჩევანის თავისუფლებას. ვერ წყვეტს რას ისწავლის მისი შვილი, რას წაიკითხავს ან როგორი ფასეულობებით აღიზრდება. ყველაფერი ეს გადაეცემა სისტემას, რომელიც თავს პროგრესს და ინკლუზიურობას უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში წარმოადგენს კულტურულ ავტორიტარიზმს ფსევდოლიბერალური ნიღბით. ამ ფონზე გერმანია ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ევროპული ქვეყანა იქცა ამ იდეოლოგიის ცდების ლაბორატორიად. ბერლინის განათლების სისტემაში სულ უფრო ხშირად იკვეთება LGBT თაობათა ხელოვნურად შექმნის ტენდენცია, განსაკუთრებით საბავშვო ბაღების დონეზე. ამას უკვე ვეღარ ვუწოდებთ უბრალოდ ტოლერანტობას. ეს არის მავნე იდეათა შტურმი, რომელიც 4-5 წლის ბავშვს უზიარებს არა ცოდნას, არამედ იდეოლოგიურ მესიჯს სექსუალურობასა და გენდერზე, უგულებელყოფს მშობლის აზრს და ცდილობს უმანკო გონებაში საფუძველი ჩაუყაროს ხელოვნურად მოდელირებულ იდენტობას. გერმანია, რომელიც თავს ჯერ კიდევ ევროპული დემოკრატიისა და სამართლებრივი კულტურის ბურჯად მოიაზრებს, დღეს თვალს ვერ უსწორებს ერთ მტკივნეულ რეალობას. მისი საბავშვო ბაღები თანდათანობით იქცევა უხილავი იდეოლოგიური ექსპერიმენტების პოლიგონად. სწორედ აქ უმანკო ბავშვთა ფსიქიკაზე ტარდება ცდები, რომელთა მიზანი არ არის განათლება, არამედ ახალი სქესობრივად გაურკვეველი ადამიანის მოდელის შექმნა. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ბოლო დღეებია განსაკუთრებული დაუნდობლობით დაუპირისპირდნენ სკოლამდელი განათლების იმ ახალ სასწავლო გეგმას, რომელმაც ტრადიციული ტენდენციების შტრიხები შეიტანა. მათი შეფასებით ეს ცვლილებები ზედმეტად კონსერვატიულია, რადგან აშკარად არ შეესაბამება 2014 წელს დამკვიდრებულ მიმართულებას, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებებში აწესრიგებდა გენდერული იდეოლოგიის განვრცობას. სოციალ-დემოკრატები ღიად მოითხოვენ, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში LGBT თემატიკა მეტად იყოს ინტეგრირებული და გავრცელებული. მათი ხედვით ქვიერ ცხოვრების წესი და გენდერული მრავალფეროვნება პატარა ბავშვებში უნდა გახდეს აქტიურად წახალისებული და წარმოდგენილი. თუმცა ახალ სასწავლო გეგმაში, რომლის შესახებაც ახლა მიდის საუბარი, ნათლად არ არის აღნიშნული ქვიერ ცხოვრების წესის გაცნობა ან დისკრიმინაციის საწინააღმდეგო განათლება. აღსანიშნავია, რომ საუბარი ეხება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, რომელთაც სოციალ-დემოკრატების მტკიცე პოზიციით თურმე უნდა მიეცეთ გენდერულად მგრძნობიარე და LGBT ცხოვრების რეალობაზე მორგებული განათლების მიღების შესაძლებლობა. ახალ სასწავლო პროექტში ძირითადი შინაარსი, რომელიც მოიცავდა მრავალფეროვნებას, ქვიერ ცხოვრების წესს, გენდერულ მრავალფეროვნებას და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო განათლებას, მთლიანად ამოღებულია. პროექტში არსად არის ნახსენები გენდერულად მგრძნობიარე სწავლება ან ქვიერ ცხოვრებისეული რეალობა. სკოლამდელი განათლების პროგრამის ახალი პროექტი ჯერ საჯაროდ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა მითითებები აშკარაა. სოციალ-დემოკრატები მოითხოვენ, რომ სახელმწიფოს დაფინანსებულმა საბავშვო ბაღებმა აღსაზრდელებს რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან გააცნონ იდენტობის პოლიტიკის პრინციპები. ამასთან გერმანიის სკოლამდელ განათლებაში ტრადიციული შტრიხების დაბრუნების მცდელობა ლესბოსელთა და გეი ასოციაციის მხრიდან მყისიერად იქცა განგაშის მიზეზად. ასოციაციამ ღიად გამოხატა აღშფოთება და ფაქტობრივად სახელმწიფო გააფრთხილა, რომ მსგავსი რეგრესი დაუშვებელია და რომ ახალი სასწავლო გეგმა საშიშია, რადგან ის საკმარისად არ ასახავს ქვიერ ცხოვრების წესს, სექსუალურ მრავალფეროვნებას და გენდერულად მგრძნობიარე სწავლების პრინციპებს. LGBT საზოგადოების სადარაჯოზე გამოსული ასოციაცია, როგორც იდეოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რგოლი, აშკარად ითხოვს, რომ ბაღის ასაკის ბავშვები მთლიანად გადაეშვან მათი დღის წესრიგის ჭაობში, სადაც ყველა გადახრა წარმოდგენილია როგორც სრულფასოვანი ნორმა, ხოლო ტრადიციული ოჯახი, მამა-დედის სქესობრივი დუალობა და ზნეობრივი ღერძი როგორც მტრული ძალა. თუ
თუ ქვიარ ცხოვრებისეული რეალობები განათლების გეგმიდან წაიშლება, ეს არა მხოლოდ ადრეული ბავშვობის განათლების ხარისხს დაემუქრება, არამედ ყველა ბავშვის უფლებასაც თავი იგრძნოს აღიარებულად და უსაფრთხოდ. ამით კი ყველაფერი ნათელია, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე Deep State-ი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს ყველაზე დაუცველი და ადვილად ფორმირებადი ჯგუფის მცირეწლოვანი ბავშვების მომავალი თაობის მიმართ. მათი მიზანი მკაფიოა, შექმნან მასა, რომელსაც აღარ ექნება სქესი, რწმენა და ეროვნული თვითშეგნება. ეს იქნება მართვადი ბიოლოგიური ერთეულების საზოგადოება, სადაც ადამიანი სხეულ დასახეჩრებულ ფსიქიკა დაბნეულ მუტანტად იქცევა. ამ მიზნის მიღწევა კი სწორედ იქ იწყება, სადაც გონება ჯერ კიდევ ფორმირებადია, საბავშვო ბაღში. 3-4 წლის ბავშვის ფსიქიკის манипуляცია გაცილებით მარტივია, ვიდრე მოზრდილი ადამიანის გადაგვარება. და როდესაც გონება ბავშვობიდანვე იმეცნებს ყალბ ნორმებს, გადახრილ მოდელებს და ანტირელიგიურ, ანტიეროვნულ მსოფლმხედველობას, მისი მოტრიალება მომავალში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც Deep State-ი განსაკუთრებულ რესურსებს დებს განათლების სისტემაში და პირველ რიგში. მიზანში სწორედ ბაგა-ბაღებია ამოღებული. გერმანიის ეს ახალი კანცლერი მერცი თითქოს მემარჯვენე ცენტრისტია, მაგრამ კონსერვატორის რომ არაფერის ცხია მისი კანცლერობის პირველივე დღეებიდან გასაგები იყო. გერმანიაში არის ასეთი ქვიარ საკითხთა სამსახური, რომელსაც სათავეში ქვიარ საკითხთა კომისარი უდგას. ხო და ამ LGBT საქმეთა კომისრად მერცმა სოციალ-დემოკრატი, ულტრალიბერასტი აქტივისტი სოფი კოხი დანიშნა, რომელმაც ეს გარყვნილების ცენტრი კიდევ უფრო გააფართოვა და მემარჯვენე ცენტრისტების მიერ შემუშავებული შედარებით კონსერვატიული განათლების გეგმა მერცის თანაპარტიელებს სულ თავზე გადაახია. აი ასეთია დღეს კონსერვატიულ-ლიბერასტული კოალიციური მთავრობა გერმანიაში. უფრო ზუსტად ასეთია დღეს დემოკრატია პროგრესულ ევროპაში. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. როცა ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდისტი ფსევდო-ლიბერალი ხელისუფლება ყავს, რომელიც 3-4 წლის ბავშვების მასობრივად გარყვნაზეა ორიენტირებული, ეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი უბედურებაა. მაგრამ როცა ამ უბედურებაზე, ამ 3-4 წლის ბავშვების მშობლები ხმას არ იღებენ და ზომბებივით ემორჩილებიან LGBT დირექტივებს, ეს უკვე ნამდვილი კატასტროფაა, რაც ძალიან მძიმე მომავალს უმზადებს ქვეყანას. დროებით.